ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუხედავად ისინი თავის მართლებას ცდილობენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დეტალებს მეგინ არსავიძე გაგვაცნობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები, ამაზე მსჯელობის შემდეგ კი მოვისმინეთ რამდენიმე ბრალდებულის სიტყვა. დღევანდელ სხდომას არესტრებოდა ბრალდებულებიდან პაატა ბურჭულაძე, სხდომაზე კი ისაუბრეს პაატა მანჯგალაძე მურთა ზოდელავამ და ასევე ირაკლი ნადირაძემ. შეიძლება ითქვას, რომ მოვისმინეთ როგორც აღიარება, ასევე მოვისმინეთ თავის მართლების მცდელობაც. პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა იმ ვიდეოს ჩვენების შემდეგ, სადაც ეგრეთ წოდებული საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, როგორც საკუთარ თავებს უწოდებდნენ, საუბრობენ აქციაზე და ამბობენ, რომ ისინი არიან სწორედ ორგანიზატორები. პაატა მანჯგალაძემ დღეს აღნიშნა, რომ ამ ვიდეოში, როგორც თავად აცხადებს, შემთხვევით მოხვდა იმ დროს, როცა ადგილზე მივიდა, რადგან მედიისთვის უნდა მიეცა კომენტარი და გაეკეთებინა განცხადებები. სწორედ ასე ცდილობდა დღეს პაატა მანჯგალაძე თავის მართლებას, რაც შეეხება მურთა ზოდელავას. მისი მხრიდან მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრასთან დაკავშირებით, ასევე მან ისაუბრა მის მოწოდებაზე და თქვა, რომ ეს განცხადება გააკეთა უნებლიეთ, ის ამბობს, რომ არის გამოუცდელი აქციებზე მიკროფონთან პირველად აღმოჩნდა და შესაბამისად აცხადებს, რომ მისი გამოუცდელობის გამო უნებლიეთ შეიძლება გააკეთა კონკრეტული განცხადება. ასევე დღეს ბრალდებულები საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს 4 ოქტომბერს იყო მშვიდობიანი პროტესტი და არ ყოფილა ადგილზე ძალადობა, ასევე ამ პროტესტს უწოდეს სპონტანური, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში საზოგადოება თვეების განმავლობაში ადევნებდა თვალს, თუ როგორ გეგმავდნენ ოპოზიციონერები იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ ეთერში საზოგადოებამ 4 ოქტომბერს ნახა. მაგდღეს ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება. ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა მივსულიყავი. იქ რომ არ ყოფილიყავი, არც ვიქნებოდი მაგ ვიდეოში. თავიდან იყო ლაპარაკი სურათის გადაღებაზე. თვითონ აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, აბსოლუტურად კანონიერი თავისი შინაარსით, სპონტანური, სახალხო. იყო ბევრი მითი, სახელმწიფო პროპაგანდაც აპირებდა გარკვეულ მითებს, რასაც შეეწირა კონკრეტული ადამიანი, რომელიც დააკავეს. ბაჩო ახალაიას გულისხმობ. ხალხის მასა მე გავიყოლიე მოედნისკენ, მაგრამ როცა იქ მივედი, მოხდა ის, რაც მოხდა, რაც არ იყო არც გეგმაში და არც გათვალისწინებული. კი, მე და ირაკლიმ გადავაბიჯეთ ადმინისტრაციის ღობეს. არ გამიცნობიერებია ეს ღობე იყო თუ რა იყო. იქ სინამდვილეში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ღობე იყო გადანგრეული და ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანისთვის, თუნდაც როგორც ორგანიზატორისთვის, ეს ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დარჩენილიყავი, ესეც წარმოუდგენელი იყო სუფთა ადამიანურად. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულებები, მათ შორის ორგანიზატორების, ასევე კონკრეტულ პირთა მიმართ. მურთა ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ძალადობრივი ქმედებები არ დაგმო ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელმა, მათ შორის ამ ქმედებებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება არ მოგვისმენია ევროკავშირის ელჩის მხრიდან და პირიქით ეს იყო წახალისებული. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი არის ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა 4 ოქტომბერს და მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში. რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდასაჭერად არ იმყოფებოდნენ აქ. მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებიდან სხდომაზე იყო ზურა ჯაფარიძე, რომელსაც კონკრეტულ კითხვებზე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ სურს. ოქტომბერს ძალადობრივი მოწოდებები ან ძალადობა. პირდაპირ ეთერში დამეძახეთ და მოვალ და გიპასუხეთ მათ შორის მაგ კითხვაზე. რუსული კითხვა არის, ახლა ვერ გვიპასუხეთ. ძალადობა იყო თუ არა 4 თქვენ თავი არ აგართო დამეძახოთ პირდაპირ ეთერში. მე ტრადიციულად 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა 3 თვე და ევროკავშირი ჯერ კიდე არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და არ დავტვირთე საზოგადოება ზედმეტად. თუმცა 4 თებერვალიდან დაველოდოთ იქნებ მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი
არ დაგმოს, მოდი ესეთ წინადადებას შევთავაზებდი, არ დაგმოს თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა მოდი ამას მაინც თუ იტყვის, მიდიოდა პირდაპირ შტურმი და პრეზიდენტის სასახლის და ამ შტურმის პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები, ტვიტები თუ X-ები, როგორც ქვია ახლა, მათ შორის წეგან მოლდოვაც ახსენეს და მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აი ამ ძალადობას, რაც კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ეჭვს აღვივებს, რომ ეს იყო საერთო ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდამჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელებისა. ვუყურებთ იმ ფარისეულ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა, როგორც ეს ეკადრებათ ხოლმე ევროპიდან გამოუცდელ ხალხის დაგეგმილ ესეთ ძალადობრივ აქციებს, როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია, ეგრევე ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ჩვენთვის ადამიანურად, პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დააკვირდება. სასამართლოს ხდომა დასრულებულია, მტკიცებულებების გამოკვლევას 15 იანვარს გააგრძელებენ. პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე საუბრობდა.